ემხრობა თუ არა მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. ემხრობა, მთელი გულით ემხრობა. ამისთვის ბრძოლას ვაპირებთ, ამისთვის თავგადადებას ვაპირებთ და ძალიან მნიშვნელოვანი მგონია საქართველოს ევროკავშირის წევრობა თითოეულ ჩვენგანს. შეკითხვა ნომერი მეორე. აქვს ევროკავშირს პრობლემები? აქვს. აქვს ევროკავშირს ნაკლოვანებები? დიახ, აქვს. არის ბევრი რამე ევროკავშირში შესაძლებელი? არის შესაძლებელი. და ჩვენ ევროკავშირის წევრობა არ გვინდა იმისთვის, რომ ეს ასჯერ თქვით და კიდევ უნდა გავიმეოროთ, რომ დავსხდეთ და ვიღაცები მოვიდნენ და ჩვენს მაგივრად გააკეთონ საქმე. ევროკავშირის წევრობა არის ცოცხალი პროცესი, ევროკავშირის წევრობის შემთხვევაში ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩვენი ყველა პრობლემა არ გადაიჭრება. პირიქით, ევროკავშირის შიგნითაც ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა სხვადასხვა სიკეთეებისთვის. მოგვიწევს ბრძოლა, თქვათ, როგორი სოფლის მეურნეობა გვექნება. მოგვიწევს ბრძოლა თვითონ ევროკავშირი რა ტემპით წავა რეფორმირების გზაზე. მოგვიწევს ბრძოლა, როგორი დამოკიდებულება ექნება კოლონიალისტური გამოცდილების მქონე ევროკავშირს მესამე სამყაროს ქვეყნებში. ანუ 64 არ არის ევროკავშირი, მაგრამ დღეს მთელ მსოფლიოში არსებულ ყველა ერთობას შორის ყველაზე ახლოს პოლიტიკური ღირებულებებით, სოციალური სისტემით და შესაძლებლობით, რომ რამე შეცვალო შენთვისაც, შენი რეგიონისთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც, ესეთი შესაძლებლობები მარტო დღეს არსებობს ევროკავშირში. სხვა ასეთი ძალა არ არსებობს. გავხდებით თუ არა ხვალ ევროკავშირის წევრი? ვერ გავხდებით. ევროკავშირში გაწევრიანება შეიძლება ბევრი წელი დაჭირდეს, მაგრამ მარი მწყინვალედ აღნიშნა, რომ ჩვენ წევრობა გვინდა იმისთვის, რომ იმგვარი ინსტიტუტები არსებობდეს აქ, ხო? თქვათ, ისეთივე საგადასახადო სისტემა იყოს, როგორიც არის შვედეთში ან ნორვეგიაში. ისეთივე სოციალური სისტემა იყოს, როგორიც არის, თქვათ, აშენებს, თქვათ, ეხლა ესპანეთის სოციალისტური მთავრობა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ გვინდა იქიდან ინსტიტუტების მიღება და არა მარტო ფორმალური წევრობა. ასე რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ ინსტიტუტების შენებლობა და ნელ-ნელა დღეს იქნება თუ ხვალ ამ ალიანსის თუ კავშირის წევრი რეფორმირებულის თუ არარეფორმირებულის უნდა გავხდეთ. ეს არის ჩვენი განზრახვა. შესაძლებელია რუსეთს დაუდგე ღირსეულად, გაუწიო წინააღმდეგობა, ისე რომ ომი არ დაიწყო. და ამისთვის საჭიროა, რომ მოკავშირეები გყავდეს პოლიტიკურად ევროკავშირში, ეკონომიკური თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში, უამრავი ერთობის წევრი იყო, უამრავი ორმაგი კავშირი გქონდეს ერთი-ერთზე, რომელიმე სახელმწიფოსთან, თქვათ საქართველოს და კანადას და საქართველოს და თქვათ ლიბანს შორის პირობითად ვამბობ და აი ამ დიდი კავშირებით, ეკონომიკური კავშირებით, ერთი-ერთზე კავშირებით, ევროკავშირში პოლიტიკური ინტეგრაციით, როცა ზურგი გაგშენ, მაშინ ეს წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება. ყველანაირი ზურგი ამათ მორღვეული აქვთ, მარტო საკუთარ თავზე ფიქრობენ და ქმნიან ესეთ გაუგებარ სიტუაციას და გატყუებენ მეგობრებო. აი დღეს წავიკითხე. აი კინაღამეს შუშები გასკდა თავისით, როცა წავიკითხე, ესე იგი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს და ჩინეთს აქ თანასწორი ურთიერთობა. კარგით რა. რამას სასაცილო კი ეს ხო რაღაც ფაქტს მაინც ხო უნდა ეფუძნებოდეს. ანუ ჩინეთი, რომელიც არის ასევე სხვა ქვეყნების მსგავსად თანამედროვე იმპერიალიზმის სიმბოლო და ნახევარი აფრიკა ფეხქვეშ გაიგდო და რაც ხვებს არ გაუკეთებიათ, ეხლა ეს ამატებს ზემოდან ჩინეთი, აკოტრებს ქვეყნებს, ხელში იგდებს მათ ბუნებრივ რესურსებს და მონობაში იმას აცხოვრებს ადამიანებს, რომელთაც ისედაც რასიზმის და კოლონიალიზმის გამოცდილება აქვს. ამ ქვეყანაზე ამბობენ, რომ თურმე ამხელა საქართველოს თავისი მთელი პრობლემებით, არანაირი ზურგი რო არა აქ თან, თურმე თანასწორად გვიყურებს ჩინეთი.